მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსწორებენ, მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებ უახლოეს ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ, საუბარია 15-21 ივნისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე, რა ტენდენციებია იქნება აქ პროლის სკოლისა თვალში საცემი და რას ასე ვთქვათ მეაქცევთ განსაკუთრებული ყურადღება. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ხვალ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, ამიტომ დღეს უკვე დღეიდან და ხვალ ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად, ახალმთვარეობა თქვენს ეს ნიშნავს მზის და მთვარის შეერთება და ეს შეერთება რაც ყველა იწვევს დაძაბულობას, პრობლემებს, კონფლიქტებს, შეერთება ხდება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და ამღვრიყოთ ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ მოსალოდნელი ასეთ შეერთების შედეგად ცოტა მოდი ვთქვათ აგრესიის, დეპრესიის გამოვლენა, კონფლიქტურობა, სხვა ცნებების შესწავლების დაშვების ტენდენცია, ტრავმატულობაც მატულობს, მოემატებს ცოტა სულსწრაფობა ადამიანის ხასიათში, მერყეობა გარკვეულწილად, დროული არჩევანის ვერ გაკეთების ტენდენციებიც გაძლიერდებიან და აქედან გამომდინარე, მივაქციოთ ცოტა ამ ტენდენციებს ყურადღება და ვეცადოთ, რომ აი ეს უარყოფითი თვისებები მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ხასიათში. ამის გარდა, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ხვალ არ გააკეთოთ. ჯობია დავუშვათ რაღაცა შეამზადოთ, დავუშვათ რაღაც შესამზადებელი კონდეთ საუბარი ან რაღაც მოქმედება და თუ მაინდა-მაინც უკვე სამშაბათიდან დაიწყეთ ახალი საქმეების იდეების რეალიზაცია. ხვალინდელი დღე ითხოვს ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ, მათ შორის ფილტვები, საწვდის სისტემა, ბრონქები და შემდგომ ცოტა შეიძლება ზოგს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება გქონდეს, ამიტომ სუფთა ჰაერზე იყავით მეტად და ცოტა დახუთულ, ასე ვთქვათ, უჰაერო სივრცეებს მოვერიდოთ. ეხლა მთლიანობაში მოდი ავუშვათ ისიც, რომ დღე რასაკვირველია ცოტა დაწყებული ემოციური კონტროლი აუცილებელია ყველას მხრიდან და არავითარ საეჭვო კონფლიქტებში არ ჩაერთოთ, ანუ პროვოკაციებს არ აყვეთ. ეხლა აღვნიშნოთ ისიც, რომ ესე იგი ეს უკვე დღეს, აი რაც ახლა გვაქვს საღამო პერიოდი დღევანდელი დღისა და ხვალინდელი დღე ითხოვს ამხრივ ყურადღებას, სადღაც უკვე სამშაბათიდან და განსაკუთრებით ოთხშაბათიდან დედამიწა გადავა დადებით ენერგოველში. ნუ უკვე 17 რიცხვიდან ეს აშკარად თვალსაცემი გახდება ოთხშაბათიდან და ნუ თითქმის 27 ივნისამდე იქნება იგი პოზიტიურ ენერგოველში, რაც უდაოდ ძალიან კარგია. და ამიტომ მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ აი თუ რაღაც გაქვს მნიშვნელოვანი საქმეები, საკითხები, რაღაც მოლაპარაკებები, რაღაც მნიშვნელოვანი ესეთი საქმეები, ეს ყველაფერი მოდით ახლა უკვე სამშაბათიდან 27 რიცხვის ჩათვლით. აი ამ პერიოდში დავგეგმოთ. იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი 29-ში უკვე პლანეტა მერკური ხდება 3 კვირით უკუმავალი, რაც ხელშეუხსნის ახალი იდეების, პროექტების რეალიზაციას, ხელშეუხსნის მოლაპარაკებებს, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას, იგივე დავუშვათ მოგზაურობას, კონტაქტებს და ასე შემდგომ. და ამიტომ ჯობია იქამდე დავასწროთ ეს მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ, მით უმეტეს დედამიწაც აქ პოზიტიურ ენერგოველში, ამიტომ შანსები წარმატების იდეების რეალიზაცია, ურთიერთგაგება ადამიანებს შორის და სხვა მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების დროა. და ამიტომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად, ესე იგი ხვალინდელი დღის გარდა უკვე ზეგიდან შესაძლებელია უკვე უფრო აქტიური მოქმედება, უფრო მეტი წარმატების მიღწევა და 27 რიცხვის ჩათვლით ვიაქტიუროთ და 29-დან უკვე მერე როგორც კი მერკური გახდება უკუმავალი, ესე იგი ის დაგვაბრუნებს ძველ საქმეებთან, ძველ პროექტებთან, ძველ პარტნიორულ ურთიერთობებთან და მათი გაანალიზების ან გამოსწორების დრო დგება. ახალ იდეებს, ახალ პროექტებს, მოგზაურობებს და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს იგი უკვე ხელს არ უწყობს 29 რიცხვიდან. ამიტომ იქამდე მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების, საკითხების გადაწყვეტა. კიდევ რა მნიშვნელოვანი მოდი ესე გავარკვიეთ ერთი, რომ დღეს და ხვალ ესე იგი ახალმთვარეობის რთული დღეებია, გავარკვიეთ ისიც, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავა უკვე ნუ სამშაბათიდან და განსაკუთრებით ოთხშაბათიდან 27 რიცხვის ჩათვლით და ეს პერიოდი ყველაზე კარგი იქნება უახლოეს დღეებში და კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც უნდა ყურადღება, ესე იგი შაბათიდან 20 ივნისიდან 18 სექტემბრამდე ასტეროიდი ქირონი გადაასვლებს კუროს ზოდიაქოს ნიშანში. მას ძალიან უყვარს ხოთ შორის კუროში ყოფნა, ეხლა იმყოფება ვერჩი, სადაც მას მაინდა-მაინც არა კომფორტული სიტუაცია და თავის საუკეთესობებს სათანადოდ ვერ ავლენს, აი როგორც კი კუროში გადავას შაბათიდან 18 სექტემბრამდე, ეს მოვლენა მეტად ხელს შეუწყობს ფინანსური პერსპექტივების ობიექტურ შეფასებას, სამართლიანობის ზრდას ამ სფეროსთან მიმართებაში, მოლაპარაკებების წარმოებას და საკმაოდ ამ მოლაპარაკებაში შეიძლება სარფიანი ურთიერთთანამშრომლობაც მოყვეს.
და ქირონი ყოველივე ამ ტენდენციებს ხელს შეუწყობს. და კვირა დღე, რაც უკვე ეთქოს ყურადღებას, განსაკუთრებული დღეა, შეგიძლიათ უკვე გარკვეულწილად მოემზადოთ ამ დღისთვის. რატო? იმიტომ რომ ჯერთი მზე 21-ში კვირას ერთი თვით გადაენაცვლებს კერჩხების ზოდიაქოში და ამ ზეგავლენის შედეგად მეტად განავითარებს ადამიანთა ხასიათში ინტუიციას, ემოციურობას, გრძნობიარობას, მოთმინებას, ტრადიციებისადმი მიდრეკილებას, შემოქმედებით ნიჭს, საოჯახო სამთო ურთიერთობების გაღვივებას, თუმცა ამასთან ერთად მეტად გააძლიერებს წყვილებისადმი მიდრეკილებას, ხასიათცვალებადობას, ფანტაზიებს და ასე შემდგომ. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, კიდევ ერთხელ მინდა აქ თქვა, იმიტომ რომ ერთ-ერთ კერჩხებს ეწყინა, როცა მე აღვნიშნე, რომ სამეულში, ასე ვთქვათ, ნიშნებისავისაც შეუძლია ძალიან ისეთი ტყუილი გააშანშალოს, შედის კერჩხები, როგორ თქვენ, ესე იგი მე პრესტის მინგრევთო საკუთარ ოჯახშიო, რომ მათ ყო არა ვარო, კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო კერჩხებებში. შემოგარგებო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აუცილებლად ხართ მათყუარები. აქ ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, როცა სამეულში შედის ეს ნიშანი, ესე იგი მას აქვს უნარი. აი არის ადამიანი, რომელსაც უნარი არ აქვს, რომ ტყუილი თქმოს და მომტავრად ყველა იგებს, რომ ვერ ამბობს ტყუილს. მაგრამ არიან ნიშნები, რომლებსაც შეუძლია თუმა დაჭირდათ ამ შემთხვევაში. ის კი არა, რომ ცუტყვილებს ამბობენ, ამაზე არ არის საუბარი. მათყუარა ნიშნები არ არიან, მაგრამ თუ დაჭირდათ, ეს იქნება უმაღლესი საშემსრულებლო საარტისტო ოსტატობით შესრულებული ყველაფერი, რასაც ტყუილი ქვია. აი ერთ-ერთი ასე დიდ ოსტატი არის კერჩხები. ამიტომ აი ამ ტენდენციას ამ ხრივ უსვავ ხაზს და არა იმას, რომ გინდა თუ არა კერჩხები მაინდა-მაინც მათყუარა ნიშანი და უცებად მოგატყუებს. ამაზე საუბარი არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ეს აღნიშნო. ეხლა კიდევ რით არის მნიშვნელოვანი 21 რიცხვის შემდეგი კვირა დღე, ჩვენი გადაცემის დღე. ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ ჩვენ გვაქვს საკრალური დღე. ანუ ეს არის ზაფხულის მზებუდობა, ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. თუმცა ახლა ზოგიერთი მეტყვის, რომ სად არის კი, მაგრამ ზაფხულს ვერ ვეღირსეთ. მოდი ასე ვთქვათ, ამინდების ცვალებადობის გამო, მაგრამ ნუ ფაქტია. ჩვენ მივადექით ყველაზე გრძელ დღეს, ყველაზე მოკლე ღამეს, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურია, ასე ვთქვათ, ზაფხული ჯერ არ დაგვიდგა, მაგრამ ნუ ბუნებას რაღაც თავისი კანონები აქვს, ყოველ შემთხვევაში საკრალური დღეა. რატო? იმიტომ როცა დაესხდება ყოველთვის ეს მზებუდობა, მაშინ როცა მზე გადადის კერჩხების ზოდიაქოში, ამ შემთხვევაში ეს 21 რიცხვია და სხვა შორის 21 ივნის, ანუ კვირა დღეს 12 საათზე და 26 წუთზე გადაენაცვლებს მზე, დღის 12 საათზე 26 წუთზე კერჩხების ზოდიაქოში. ვინც ელოდება ბავშვებს და მატებას ოჯახში, მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ ესე იგი კვირა შემდეგ კვირას 12 საათიდან 26 წუთიდან უკვე დაიბადებიან კერჩხიბები და 12 საათზე 25 წუთზე თუ დაიბადა ბავშვი, ის ჯერ იქნება ტყუპები. აი ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ეხლა და საკრალური რას ნიშნავს? საკრალური ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად უნდა შევხვდეთ შემდეგ კვირა დღეს. აქ უნდა ილოცოთ და დალოცოთ ყველა. რაც შეიძლება მეტად ჩანაფიქრები. აი რა გსურთ რომ მოხდეს, იმიტომ რომ 4 მეორე განსაკუთრებული პორტალია, თქვენ იცით, წელიწადში, როცა იხსნება კოსმიური კარიბჭე და დამწაზე მოდის საოცრად კარგი პოზიტიური ენერგია, რომელიც მათ შორის ხელს უწყობს ოცნებების ასრულებას. რაღაც ჩანაფიქრების ასრულებას და ასე შემდგომ. აი 4-დან ერთ-ერთი არის სწორედ შემდეგი კვირა დღე. ანუ 21 რიცხვი, ჩვენ გვაქვს ესეთი ორი, ასე ვთქვათ, დღეღამტოლობა და ორი მზებუდობა, ზამთრის და ზაფხულის. აი ახლა გვაქვს ზაფხულის სწორედ მზებუდობა. ამიტომ ჩაუთქვით სურვილები, რა გინდათ რომ მოხდეს ამ პერიოდში, რაც შეიძლება დადებითი განწყობით გაატარეთ შემდეგი კვირა დღე და მაქსიმალურად ეცადეთ რომ სიკეთე. სიყვარული აფქვიოთ ამ პერიოდში, იმიტომ ეს პოზიტიური დადებითი ენერგია ამ თქვენ სურვილებთან ერთად გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი რეალიზაციაში მოიყვანოთ და გაცილებით წარმატებული ელფერი შევძინოთ თქვენს ცხოვრებას, თქვენს პერსპექტივებს, იდეების რეალიზაციას, ურთიერთობებს და ასე შემდგომ. აი ეს ერთადი მოვლენებია, რომელიც ჩვენ გველოდება, ესე იგი ამ კვირის განმავლობაში 15-დან 21 ივნისის შუალედში ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს მივხედოთ ახლა. ახლა ვნახოთ უკვე მათთვის როგორ იქნება ეს პერსპექტივა, რადგან ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პერიოდი, რომელიც უკავშირდება ზონას 17-დან 20
ივნისის ჩათვლით ეს მაინც ყველაზე კარგი პერიოდია და უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში, მაგრამ აი ხვალ განსაკუთრებით ცოტა ყურადღებით უნდა ვიყო და ნაწილობრივ ზეგ რის მიმართ. აი ხვალ და ზეგ ახლობლებთანაც კი ვერძი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს შეიძლება ცოტა გაუჭირდეს. აქ ურთიერთგაგება მცირდება თქვენ შორის, ზედმეტად მომთხოვნი ხართ მათ მიმართ, უფრო დიქტატორული და ეგოისტური ტენდენციების ხასიათის მატარებელი და რაც შეიძლება გახდეს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კონფლიქტების მომტანი ფაქტორი. ხოლო უკვე აი სადღაც 17 რიცხვიდან გაცილებით სასკეთო ტენდენციები ეს პერიოდი უფრო ნაყოფიერია ვერძისთვის, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შემოქმედებითი ინჭის დონე არის კარგი გამოვლენის უნარი აქვს და შესაბამისად აქ უკვე იდეების რეალიზაციაც ადვილად წარიმართება, ფინანსური მდგომარეობაც ადვილად გაუმჯობესდება და ასე შემდგომ. მაგრამ აი 17-მდე გახსოვდეთ რომ კიდევ ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და ხვალ და ზეგ არავითარი ხელშეკრულებების დადება ხელმოწერას აკუთებს, ეს ჯობია ზეგიდან განმახორციელოთ ყველაფერი. კურო ზოდიაქოს რაც შეეხება, ესე იგი 17 რიცხვამდე კუროებო ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირები, ზედმეტად შოუპოვრები, ზედმეტად ვიმეორებ, ამასთან ერთად ზედმეტად ჯიუტები, ეს თვისებები მხოლოდ შექმნის დაძაბულობას და კონფლიქტებს. 17 რიცხვიდან გაცილებით უკეთესი პერსპექტივებია, უფრო პოზიტიური, აქ ურთიერთგაგება თქვენსა და ერგოყოფ ადამიანებს შორის ძალიან მაღალი იქნება, კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, იდეების რეალიზაცია, აი ეს ყველაფერი უკვე 17 რიცხვიდან შეგიძლიათ აქტიურად განახორციელოთ, მაგრამ რაც შეეხება ხვალ ზეგ, აი ეს ორი დღე აქ მოდით არავითარი ინვესტიციები, არავითარი რაღაცა ფულთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯი არ გავიღოთ ამ პერიოდში არ იქნება სასურველი, იმიტომ ფინანსური დანაკარგების, არასწორი კაპიტალ დაბანდებების და ინვესტიციების ტენდენცია აი ამ ორ დღეში ხვალ და ზეგ გაქვთ მაინც მაღალი. ეს ყველაფერი თუ მაინც რაღაც არის დასახარჯი საყიდელი და შემდგომ ეს ყველაფერი 17 რიცხვიდან ჯობია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებლებს ტყუპებო, ესე იგი 17 რიცხვამდე პერიოდი ცოტა საყურადღებოა და რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდში შეიძლება ხელმძღვანელებთან დაეძაბოს ურთიერთობა ან უფროსი თაობის ადამიანებთან. ამიტომ მათთან მიმართებაში ცოტა მეტი ტაქტი, თავდაჭერა გამოავლეთ, ნეიქნებით ზედმეტად სუსტრაფი, მოუთმენელი, ზედმეტად ნუილაპარაკებთ, ცოტა თქვენი ასე ვთქვათ საიდუმლო დაფარეთ ამ პერიოდში. აი უკვე 17 რიცხვიდან გაცილებით პერსპექტიული პერიოდია, თქვენი ასე ვთქვათ გონებამახვილობა გააძლევთ საშუალებას რომ ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, მათ შორის მოლაპარაკებების დროს, შეხვედრების დროს, იდეების განხორციელება უფრო ადვილი იქნება, თუ ხართ მასმედიაში ჩართული, აქაც იქნებით ძალიან წარმატებული საზოგადოებრივ შეიძლება ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთოთ, აქ შეგიძლიათ უკვე ლიდერული კარგი თვისებები წარმოაჩინოთ, საუკეთესო შესაძლებლობის პერიოდი იწყება 17 რიცხვიდან, სადაც თქვენ გაქვთ შანსები, რომ ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესოთ, პროფესიონალურად წახვიდეთ წინ, პირადი ურთიერთობა უფრო მეტად აამაღლოთ და სხვა სასიკეთო ცვლილებები შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება კირჩხიბებო, ეს ბოლო კვირა, რომელიც ითხოვს თქვენგან ცოტა მეტ სიფრთხილეს, მით უმეტეს დღეს და ხვალ და ნაწილობრივ ზეგ. იმიტომ რომ ახალმთვარეობა და ახალმთვარეობას კირჩხიბი ყველაზე სწორად მზაფრად აღიქვავს და ამ მხრივ ითხოვს ეს პერიოდი თქვენგან რასაკვირველად ცოტა მეტ ყურადღებას, ხასიათვალებადებამ შეიძლება ამ დღეებში ცოტა მეტად იჩინონ თავი და ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელიც ველობისას შესაძლებელია გარკვეულმა არასტაბილურობამ იჩინოს თავი. თავდაჭერა, მოთმინება, წინა პლანზე წამოწიეთ, რომ აქ შეიძლება გართულდეს ურთიერთობა სამსახურში. ასევე უფროს თაობის ნათესავებთან დაეძაბოს სიტუაცია, დაკარგოთ ინტერესი საქმისადმი, უფრო მეტად შეიძლება გადაერთოთ რაღაც სასკვარლო თავგადასავლებზე და ასე შემდგომ, მაგრამ მაინც შევიკავოთ თავ ესეთი ცოტა სარისკო მოძრაობებისა და მოქმედებებისაგან, ეს რამდენიმე დღე და უკვე 17 რიცხვიდან კი ბატონო, იწყება თქვენთვის საინტერესო პერიოდი, რომლის დროსაც თქვენ იქნებთ, რომ ნელ-ნელა თქვენი ერგოტონუსი უმჯობესდება. ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ემოციურად თანდათან უფრო მეტად დამშვიდდებით 17 რიცხვიდან და მზე უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და ამას ინტუიციურად იგრძნობთ. რაც ნიშნავს იმას, რომ გუნება განწყობას ნელ-ნელა უკეთესობისკენ შეიცვლება და ამის შემდეგი კვირიდან ხო საერთოდ თქვენ დაგეწყებათ ვარსკვლავური დრო. ამიტომ მაინც ამ კვირაში ვიყოთ ცოტა ყურადღებით, გახსოვდეთ, რომ ფარუმტრებს არ ძინავთ, ჭორები, ინტრიგები, ჯერ კიდევ მოშორნეები აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ
ვეცადოთ რომ ეს პერიოდი ცოტა ფრთხილად წინდახედულად განვლოთ და ნელ-ნელა მოვემზადოთ აი რაღაც ცვლილებებისთვის მოსამზადებლად შეიძლება რაღაც უკვე პროექტები განმოხორციელოთ ოღონდ კვირის უფრო მეორე ნახევრისკენ ცოტა დავშორდეთ ახალმთვარეობის პერიოდს მაშინ უკვე იგრძნობთ რომ უფრო სასიკეთოდ წარიმართება ყველაფერი რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს პირველ რიგში ესე იგი 17 რიცხვამდე პერიოდი ცოტა რთულია თქვენთვის იმიტომ რომ აქ შესაძლებელია გარკვეულმა კონფლიქტებმა ეჩინონ თავი დაძაბულობამ მათ შორის ცოტა ყურადღებით მეგობრული კონტაქტების მიმართ აქაც დაიძაბულ სიტუაცია მაგრამ უკვე 17 რიცხვიდან გაცილებით სასიკეთო ტენდენციების პერიოდია რომელსაც უკვე თქვენი ენერგოტონუსიც მაღალია ჯანმრთელობა მდგრადია ეხმლიანობაც მოიმატებს აქ თვითრეალიზაციის კარგი შესაძლებლობებია თან იღბალს იზიდავთ და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ აქ შეიძლება ძალიან კარგი პერსპექტიული წინადადებების წინაშეც აღმოჩნდეთ და არაერთი დაუშვათ თუ კონდათ რაღაც ვალდებულება ამასაც გაისტუმრებთ. ამიტომ მეორე ნახევარი კვირის განსაკუთრებით 17 რიცხვიდან გაცილებით პერსპექტიულია, იქ ხელს სკობს რეფორმებს, სიახლეებს, ახალ მეთოდოლოგიებს, ახალ ურთიერთობებს და ბევრ სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება 17 რიცხვამდე პერიოდი თხოვს ყურადღებას, რატომ იმიტომ რომ ზოგიერთი ფარვენტერი იჩენს თავს თქვენ საწინააღმდეგოდ, მეტომაც თუ თქვენ კარგად მუშაობთ, ნაყოფიერად პასუხისმგებლობა მაღალი გაქვთ და ეს იწვევს დაუშვათ თქვენ დამი სასიკეთო დამოკიდებულებას როგორც კოლეგების ასევე ხელმძღვანელობის მხრიდან, აი ზოგიერთს ეს არ მოიწონება და შეიძლება მათ გარკვეული ინტრიგების, ჭორების მეშვეობით შეეცდებიან თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებას, მაგრამ 17 რიცხვიდან ეს ყველაფერი დასრულდება. სამაგრო დაიწყება სხვა მოვლენები. მოსაოდნელი აქ უკვე 17 რიცხვის შემდგომ საიდუმლო სასკვარულო კონტაქტების დამყარება. თუმცა შემოქმედებითი კუთხით ეს პერიოდი საკმაოდ კარგია და ადრეული პროექტებისგან შეიძლება გარკვეული მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ. 17 რიცხვის მერე უკვე ენერგოტონუსიც უმჯობესდება, განწყობაც უკეთესია და შანსები წარმატების მიღწევისა ყველა სფეროში ერთიორად მოიმატებენ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები სწორედ დაგეგმეთ უკვე 17 რიცხვიდან. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ 17 რიცხვამდე ცოტა ყურადღებით ვიღოთ სასწორებო, იმიტომ რომ აქ პარტნიორთან მხრიდანაც იქნება უფრო მეტი პრეტენზია, თქვენი მხრიდანაც მათ მიმართ გარკვეული კონფლიქტის ტენდენცია არის. აქ შეიძლება გააპროტესტოთ სხვათა მხრიდან თქვენი თავისუფლების შეკვეცა და ნაკლებად თავისუფლად გრძნობთ თავს. აი ეს თავისუფლება მოიმატებს უკვე 17 რიცხვიდან. აქ უკვე მეტად შეგიძლიათ დაერგოთ მეგობრებს, მათ დახმარებას, კოლეგათა დახმარებას და კარგი პერიოდი უკვე კონტრაქტების დასადებად, ხელშეკრულებებისათვის, ქორწინებისათვის, მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური პერიოდია ურთიერთობებისა. გინდათ მევლენება უცხოეთში, გინდათ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან უკვე 17 რიცხვის მერე ეს ყოველივე მიიღებს გაცილებით სასიკეთო ელფერს. ორიელის ზოდიაქოს რაც შეეხება 17 რიცხვამდე ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად ზედმეტ რისკს აქ თავი ავარიდოთ. განსაკუთრებული ტოლვა სიამოვნების მიღებისადმი, მძაფრ ემოციური შთაბეჭდილებებისადმი აქ მატულობს, რის გამოც შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი მოხდეს წინასწარ განუსაზღვრელ ურთიერთობებში, რომელიც სულაც არ ექნება სასურველი. ხოლო უკვე 17 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ აქ შეგიძლიათ უფრო სტაბილური, კარგი საქმიანი კონტაქტები ჩამოაყალიბოთ, აქ რეპუტაცია შეიძლება გააძლიეროთ, აქ საქმეების იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა იქნება გაცილებით უფრო ადვილი, რაღაც ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენ სამსახურში, რომელიც მათ შორის კარგი იქნება თქვენთვის და თანდათან მოგზაურობის კუთხითაც, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, აქ რაღაც გარკვეული გააქტიურება იქნება უკვე თვალში საცემი. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღვნიშნოთ, რომ 17 რიცხვამდე პერიოდი ცოტა რთულია. აქ შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ ზოგიერთი ადამიანი აღმოჩნდება თქვენი აშკარა მოშურნე და თან შუმად მოქმედებს თქვენ საწინააღმდეგოდ ზურს უკან ამხრივოთ ცოტა ყურადღებით. ჭორების ინტრიგების ტენდენცია მაინც მაღალია, ეცადეთ რომ აქ შეინარჩუნოთ კარგი პარტნიორული ურთიერთობა, გინდათ ბიზნეს, გინდათ საქმე, გინდათ სასკვარლო ურთიერთობებს, გულისხმობ, რათა აქაც არ დაიძაბოს გარკვეულწილად სიტუაცია, აი უკვე 17 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ აქ შესაძლებლობები წარმატების ექნება მაღალი, ადვილად შეერთებით საზოგადოებრივ საქმეებში, საზოგადოების წინაშე შეიძლება გამოხვიდეთ, პედაგოგიკაში იქნებით ძალიან კარგი, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, პროგრესულ მეთოდოლოგიასაც ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბებ, დანერგავ და პარტნიორული ურთიერთობაც უმჯობესდება და პარტნიორებთან ერთად მათი თანადგომა და მათი პარტნიორული თანამშრომლობა თქვენთან იქნება მეტად ნაყოფიერი და ფრია წარმატებული. რაც შეეხება დღის რგას, დღის კებო 17 რიცხვამდე ვიყოთ ცოტა ყურადღებით თხილად, აქ მოვერიდოთ ფინანსურ ხარჯს
თქვენი მოტყუების თელობა მოემატებს ამ ნებისმიერ ინფორმაცია გადაამოწმეთ, ცოტა იზაბება ურთიერთობა პარტნიორებთან, რომელსაც ცოტა უფრო დიპლომატია გმართებთ ურთიერთობისას. თან შეცდომების დაშვების ტენდენცია ჯერ კიდევ მაღალია. ამან შეიძლება თქვენს თვითშიფასებაზე ნეგატიური აღდგაცზე გავლენა მოახდინოს, ხოლო აი უკვე 17-დან პერიოდი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ აქ შესაძლებლობა წარმატებისა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისა, იდეების რეალიზაციისა, ფინანსური გამარების გაუმჯობესებისა, თანდათან უკვე გაუმჯობესდება ეს პერსპექტივები და შანსები წინსვლისა და განვითარებისა. ჯანმრთელობაც უფრო მდგრადი გახდება. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო 17 რიცხვამდე ცოტა ყურადღებით უნდა იყოთ ფინანსების მიმართ. აქ შეიძლება შეცდომები დავუშვათ, მათ შორის აბსოლუტურად არაფრის მომცემის საყიდლები ან კაპიტალ დაბადებები, ამიტომ ცოტა თავი შევიკავოთ. ამის მიმართ და შეიძლება ურთიერთობა სასწავლო პარტნიორებთან დაიძაბოს. რამაც შეიძლება შინაგანი საოცარი განცდები გამოიწვიოს თქვენში. აი 17 რიცხვის მერე ეს ყველაფერი დაალაგდება, თუ იყო რაღაც ურთიერთობებში აღრევა, ესეც მოწესრიგდება, საკითხებიც გაერკვევა და უფრო სტაბილური იქნება ეს პერიოდი, როგორც საქმეებისთვის, ასევე ფინანსური კუთხით. აქ სხვათა შორის უკვე 17 რიცხვის შემდგომ უკეთ გამოავლენთ, ასე ვთქვათ, თქვენს პოტენციალს, ორგანიზატორულ მონაცემებს და სხვათა შორის უკვე ქორწინებისთვისაც კი შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი პერიოდი. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს 17 რიცხვამდე მოსავალია გარკვეულმა ფინანსურმა სექტორებმა ეჩინონ თავი, არაპრაგმატულად და არაპრაქტიკულად მოქმედებთ, ზედმეტად ნდობა გაქვთ მაღალი, რასაც გამოიყენებენ ახალი თქვენი მეგობრები, მოდი ასე ვთქვათ, და ნაცნობები თქვენ საწინააღმდეგოთაც ზოგიერთ შემთხვევაში. გაცილებით უკეთესი იქნება პერიოდი, რომელიც 17 რიცხვიდან დაიწყება და აქ თავდაჭერაც უფრო მეტი გაქვთ, მოდი ასე ვთქვათ, და ინტუიციაც უფრო ძლიერია, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებთ. აქ იდეების რეალიზაცია, შემოქმედებითი მუშაობა, პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, სხვა სასაკეთო ცვლილებების დროა, რაც შეუწყობს მეტად თქვენს განვითარებას და სხვა შორის უკვე 17 რიცხვის მერე თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს სახლში. გაალამაზოთ სახლი, დაუშვათ იქ უფრო კომფორტული სიტუაცია შექმნათ, გარკვეული შენაძენით შეიძლება მოხდეს და ასე შემდგომ. ამიტომ ესეთია ტენდენციები შემდეგი კვირისა 15-21 ივნისის შუალედისა ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბრეთ, ეხლა ცალკეული დღეები ვნახოთ შემდეგი კვირისა. დავიწყოთ ხვალინდელი დღით. ხვალ ჩვენ გვაქვს 15 ივნისი, ეს არის დღე გეომაგიტური, რაც ნიშნავს იმას და თან გეომაგიტური არის და ახალმთვარეობაც ერთად ჩვენ ასე გვაქვს. ხვალ და ეს ითხოვს დრასტიკულ ყურადღებას. რატომ? იმიტომ რომ თქვენ იცით, როცა გეომაგიტური დღეებია და გეომაგიტური იქნება არა მარტო ხვალ, არამედ ზეგაც. ზედიზედ 2 დღე, ესე იგი 2 შაბათი, 3 შაბათი და გეომაგიტური ცით რას ნიშნავს? ამ დროს რასაკვირველია მეტად პრობლემები ექნება ადამიანის განწყობას, გულსიზარღვიან სისტემას და შემდგომ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში თავის ტკივილები, ზოგიერთ შემთხვევაში უგუნებობა და რაღაც სხვა ამდაგვარი დისკომფორტული გამოვლენებები. ამიტომ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? პირველ რიგში წნევას ვიზომავთ. აუცილებელ შემთხვევაში თუ საჭიროა იქ ყავას მიირთვევთ, თუ დაბალია წნევა და აწევთ ამით წნევას და თუ მოყალია პირიქით წამლებს გამოიყენებთ დამწვევ საშუალებებს, რითიც მოიყვანს წესრიგში თქვენს ორგანიზმს და გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. ეს ესე იგი ხვალ და ზეგ. ხვალ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ეს არის მიმართულება და გარკვეული მთვარის, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი დაიწყება იგი დილით 6 საათზე 55 წუთზე და დასრულდება დღის 16 საათზე 15 წუთზე. აი ამ პერიოდში ამ მონაკვეთში დროისა ხვალ ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში. ეს კი შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოიქმნას ტრავმები და ავარიები. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულებს განსაკუთრებით ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი სიფრთხილე და წმინდა ხედულობა. მოქმედებისას ყურადღება ზედმეტად არ მოადუნოთ. მით უმეტეს ამას ხელს შეუწყობს ხვალინდელი ახალმთვარეობა. მოდი ასე ვთქვათ. ხვალ აუცილებლად იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. იმიტომ რომ აი შემდგომ თუ კარგზე იფიქრებთ, აი ამ იდეების რეალიზაცია უფრო ადვილად მოხდება შემდგომ. არავით არის დეპრესია, არავით არის აგრესია. ხვალ ახალმთვარეობა, ცოტა მძიმე კოსმიური ენერგიის დღეა და დღესაც უკვე საღამოს, ეს უკვე ესეც ახალმთვარეობას ეკუთვნის დღევანდელი საღამო. მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ახლა როგორც ამშვიდ კუპების ზოდიაქოში ხვალ მეტად განავითარებს აგრესიულ, დეპრესიულ, კონფლიქტურ ტენდენციებს, თუნებებს, შეცდომებს, ტრაუმატულ ტენდენციებს, ჯანმრთელობის შეიძლება გაუარესება მოხდეს.
განსაკუთრებით სასუნგ სისტემას მიაქცევათ ყურადღება, ამიტომ ვიყოთ ყურადღებით. არაფერი ახალი სარისკო არ განახორციელოთ ხვალ. დღე ეცადეთ შვიდად გაიაროთ, ილოცეთ და დაულოცეთ ყველა. აი ეს ხვალ კი ბატონო განახორციელეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ ამ ორგანოების მემართებაში სასურველი არ იქნება. ეს კარგია ხვალინდელი დღე მშვილდოს ანთათვის და მერწყულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე სამშაბათი ეს უკვე 16 ივნისის დღეა, ასევე გეომაგნიტურია და იცით რა უნდა გქნათ, ამ შემთხვევაში თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით და სამშაბათს მოდი ესე ვთქვათ ვარს, ნუ იტყვით სერიოზული და რთული საქმის შესრულებას. ახალი საქმე ამ პროექტი აუცილებლად უნდა იყოს გასაიმდუმლოებული. განთავისუფლდით ძველი უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია ამ დღეს ხელსაქმე, მაგალითად კონსერვების მომზადება, კულინარია, ფოტოგრაფია, ხელის თხოვნა, კი ბატონო, ეფექტურია ძვლების, ხერხემლის, სახსრების, მუხლების კურნალობა კი და ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მემართებაში 16-ში სამშაბათს სასურველი არ არის. სამაგიეროდ ტრადიციებში საყრდნობობა, ახლობლებთან ურთიერთობა იქნება ძალიან კარგი. Os კარგია სამშაბათი დღე, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება ახლა 4 შაბათს დღეს მივადექით 17 რიცხვია იგი. აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდით ხოს ყურადღებას, ანუ უკურსო მთვარი იწყება დღის 11 საათზე 42 წუთზე და დღის 16 საათზე 6 წუთზე დასრულდება. ამ დღის ამ პერიოდის მონაკვეთში რასაკვირველია ცოტა მეტი ყურადღება აუცილებლად არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ თქვენს მოქმედებებს. მით უმეტეს აქ რადგან დუმდება ყურადღება, შეიძლება ადამიანთა ზოგიერთი სიტყვა მოქმედება იყოს აბსოლუტურად არაადეკვატური. ამიტომ ეს განსაკუთრებით სიფრთხილეს ითხოვს გოლებისა და ქვეითად მოსწავლეებისგან, რადგან ამ დაგვარმა ტენდენციებმა შეიძლება ტრაუმულარული ტენდენციების გამოიწვიოს. ახლა ვიღოთ ცოტა ყურადღებით. და 17-ში 4 შაბათს შეგეძლიათ ისაუბროთ ღია თქვენი შტაბის-წლებების შესახებ. შტაბის საუბარი დაგეხმარება ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტაში. მოემატებს 4 შაბათს უკვე შრომისუნარიანობა, მიზანსტრაფ ახასიათში, აქაც კარგია კულინარია, ფოტოგრაფია, პარტნიორთებებში მეტი მოთმინება და ტაქტი გამოავლინეთ ამასთან ერთად. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მემართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია 4 შაბათი კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის და აქედან გამომდინარე ცოტა მოვერიდოთ უკვე საღამოსკენ. აი სადღაც 16 საათამდე არა უშედეგო. 16 საათიდან უკვე მოვერიდოთ სოლარიუმს, ზედმეტ გადაღლას, სიმძიმეების აწევას, აბანოს და საუნას. და რაც შეეხება 18 ივნისი ეს უკვე ჩვენ გვაქვს ხუთშაბათი დღე. გეომაგნიტურია. ამიტომ თუ რაღაც დისკომფორტი იგრძენით აუცილებლად წნევას იზომავთ, მე შესაბამისი პროფილაქტიკით, წამლებით მათ შორის მოიყვანთ წნევას ნორმაში, უკეთ იგრძნობთ თავს. თუ რაღაცამ დაგვარმა იჩინა თავი. ხუთშაბათს ფინანსური და სასკოლო პრობლემები მოიმატებენ. დიპლომატიური მოქმედება კი აკარიდებთ კონფლიქტებს. მოიმატებს ასევე ადამიანებში თავდაუჯერებლობა, სუსტდება კომუნიკაცია, სამაგიეროდ შედეგიანია თვალების, ვენების, ნერვული სისტემის კურნალობა. მოვერიდოთ აქ ყურების გახრეტას. აქაც არ არის სასურველი, აბანო, სოლარიუმი, საუნა, ზედმეტი ნერვიულობა, გადაღლა, სიმძიმეების აწევა. ამ ხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით. გავფრთხილდეთ ცოტა გულსიზარღვან სისტემას და ჯანმრთელობის კუთხითაც სწორედ გულსიზარღვან სისტემას და ხერხემალთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ხუთშაბათი დღე ვერძის, ტყუპების და სასწორის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და სანამ ესე იგი გავაგრძელებთ ჩვენს თემატიკას იქამდე პირველ რიგში ესე იგი მინდა შეგახსენოთ რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი შეადგინოთ პირადი ნათალური მთელი ცხოვრების ინდივიდუალური ჰოროსკოპი შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38 მეორე 599 91 52 38 შევადგინოთ თქვენი პირადი ნათალური ჰოროსკოპი ვნახოთ რა კოსმეური მისია გაქვთ რა გიწერიათ რა ვერ ასრულებთ არათუ ვერ ასრულებთ
რას ასრულებ და რამდენად კარგად ასრულებ ამ კოსმიური მისიიდან გამომდინარე და ეს ყველაფერი იქნება შეჯამებული და მერე უკვე თქვენთან მიხვდებით ეს ერთგვარი ნავიგაცია მოდი ეს თქვა როგორ გაიქვალოთ გზა რა უნდა გააკეთოთ საცდებოდით როგორ გამოასწოროთ და ასე შემდგომ და რაც ყველა ამას მოყვება გაუმჯობესება არა მარტო ურთიერთობების არ მარტო საქმეების არამედ თქვენი შინაგანი მდგომარეობისა და თქვენი ავტორიტეტისა საზოგადოებაში რაც რადიკალურად შეცვლის უკეთესობისკენ თქვენს ბედიკბოლს ამიტომ შეგვიხმიანეთ 5-9-9-91-52-28. ეხლა მოდი ავნიშნოთ უკვე ისიც რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ჯერ კიდევ გაყიდვაშია ასტროლოგიური ჟურნალები რომელიც გამოსული ეს არის ჟურნალი შენი ჰოროსკოპი აქ არის მთელი წლის ფაქტობრივად ეს არის წლის ჰოროსკოპი შეიძლება ესე ვთქვათ რომ აქ არის თვეების და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის გათვლილი ინფორმაცია ეხლავე შეიძლება გაიგოთ რა მოხდება ოქტომბერში ან ნოემბერში და ამის დამიხედვით დაგეგმოთ თქვენი საქმეები. ამის გარდა ბევრი სხვა თემატიკა აქვს ძალიან საინტერესო სხვა შორის და ამასაც გაეცნებით ფარველი ანგელოზის დრო მაგალითად და ბევრი სხვა თემებია აქ. არაგვერიოს ეს ჟურნალი დიდ ჟურნალ ჰოროსკოპთან, რომელიც ასევე გაყიდვაშია და უკვე ამ დიდ ჟურნალ ჰოროსკოპში ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზის შესახებ, შესაბამისი თავისი გრაფიკული გამოსახვა და მნიშვნელობებით. ამის გარდა თქვენ იცით რომ აქ გვაქვს 2026 წლის ცხენის წელიწადია და თითოეული ასე ვთქვათ ზოდიაქოს ნიშნის როგორც აღმოსავლური ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი როგორ იქნება ეს წელიწადი მათთვის და აქვე გვაქვს ჩვენ ასევე ეგრეთ წოდებული გეომაგნიტური დღეები და გეომაგნიტური დღეებთან ერთად ასევე პერიოდები როდესაც აი ეს გეომანტია დედამიწისა იცვლება და გრაფიკულად არის ახსნილი აი ეს ცვალებადობა რომელ პერიოდში როგორ იქნება და რას გვიქადის საზოგადოებას ამასთან ერთად აქ იცით რომ გვაქვს ასევე ჩვენ თვარის კალენდარი სადაც აღნიშნულია თითოეული დღის ასტროპროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პლუს-მინუს დღეები და თითოეული დღის პროგნოზი რა ტენდენციებია ამ დღეს და აქვე შიგნით ამ ჟურნალში ასკოლია თქვენ იცით რას იპოვით აქ იპოვით რას ყოლია კალენდრებს აი მათ შორის ეს პატარა კალენდარი ეგრეთ წოდებული ჯიბის კალენდარი სადაც აღნიშნულია 12-ვე ზოდიაქოს ნიშანის თავისი დადებითი უარყოფითი დღეები ახალმთვარეობა სავსემთვარეობა წლის ბოლომდე გათვლილი აქვე თქვენ იცით რომ გელოდებათ ბიზნეს შემოქმედებითი სასიყვარულო კალენდარი თავისი პლუს-მინუს დღეებით აქვე გელოდებათ სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი სადაც აღნიშნულია ეს დღეები როდესაც ამათ ორგანოსთან დაკავშირებული ოპერაციის ჩატარება ორდღიანი მონაკვეთია ის არ იქნება სასურველი და აქვე გელი თქვენ იცით დიდი ასტროლოგიური საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი სადაც ერთ ფურცელზე 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეებია გათვლილი ახალმთვარეობა სამსემთვარეობა ამის ახსნა განმარტება და ასე შემდგომ და ყველა ნიშანი შეუძლია ჩაიხედოს და თავისი ასე ვთქვათ პოზიტიური და ნეგატიური დღეები იხილოს წლის ბოლომდე აი ეს ყველაფერი თქვენ გელოდებათ ამ ჟურნალებში და ცხადია ჟურნალები იცით უნდა შეგიძლიათ შეიძინოთ ჯიხურებში ანუ პრესის ჯიხურებში მეტად დიდ ქალაქებში საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში ბათუმი იქნება ქუთაისი თბილისი თელავი და შემდგომ და თუ გინდათ რომ სახში მიტანით მოხდეს ეს ყველაფერი მაშინ უნდა შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597-15-99-77 ვიმეორებ 597-15-99-77 და ამ ლიტერატურას მიიღებთ სახში მიტანით იქნებით გაფრთხილებული ამ ინფორმაციით და იმედია შეარაღებული და წარმატებული. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ მიმოხილვა ასტროლოგიური და ჩვენ შევჩერდით თასითაო დღის ასტროპროგნოზე და საუბრობდით აქ უკვე გადავედით 19 ივნისზე, ანუ პარასკევ დღეზე. რა ელოდება ადამიანებს 19 ივნისს, მოკლედ რო ვთქვათ, რა ზოგადი ინფორმაცია, ამას შეიძლება ბევრი საუბარი, უბრალოდ დროის უკმარისობიდან გამომდინარე, რომელიც მე სულ მაქვს, მინდა გითხრათ, ამიტომ მე ვცდილობ ნებისმიერ გამოსვლის დროს მოკლედ ლაკონურად და სწრაფად ვისაუბრო, რომ მაინც ცოტათი მაინც მოვასწრო, თორე ნებისმიერ თემაში შეიძლება ძალიან ბევრი საუბარი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აქაც კი 1 საათი ფაქტობრივად არ ყოფნის მთელი ინფორმაციის გადმოსაცემად. მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი 19-ში, ანუ პარასკევს დაიწყება 15 საათზე 22 წუთზე და 18 საათამდე 38 წუთამდე გასტონს. ამ პერიოდში ზედმეტად დუმდება
გრძელდება ყურადღება ადამიანებს შეიძლება გახდეს მიწაზე ამ დროს არასასურველი მეორე ტრავმისა და ავარების. ესე იგი, ძღოლებს, ქვეითად მოსაურულებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე ეს საჭიროებათ. და პარასკევს 19-ში კარგად მოფიქრებული საქმის დაწყებისთვის კარგი დღეა. შესაძლებელია აქ ახალ სამსახურში გადასვლა, ახალი ურთიერთობების დაწყება ან განახლება. შედეგიანი აქ თვალების, ნერვული სისტემის, ვენების კურნალობა, ამავდროულად მოერიდოთ ყურების გახვრეტას, ფინანსურ გარეგებებს, ადგილსამყოფელის ბინის შეცვლას და ასე შემდგომ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, გულსიზარღვოვანი სისტემა, ხერხემალი. სახსრები, AS ზონები ცოტა ფრთხილად და ოპერაციები მათემატიკაში მაინც არ იქნება სასურველი. საღამოსკენ კი საღამოს საათებში ცოტა მიაქცეთ ყურადღება კუჭქვეშა ჯირკვალს, ელენთას და ნაზლავთა სისტემას. კარგი დღეა საბავშვო ზეიმისათვის. პოზიტიურია 19 ივნისი. ლომის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე შაბათს ეს უკვე არის 20 ივნისი და კარგი დღეა მაგალითად მგზავრობისათვის, დალაგება და სუფთავებისათვის. თუმცა კიდევ შეგახსენებთ, რომ შაბათს 20 რიცხვიდან, ესე იგი 18 სექტემბრამდე ასტეროიდი ქირონი რადგან გადაესვლებს კუროს ზოდიაქოში, ამით ხელს შეუწყობს ფინანსური პერსპექტივების ობიექტურ შეფასებას, ფინანსურ სამართლიანობის გამოვლენას და მოლაპარაკებების წარმოებას სარფიან ურთიერთთანამშრომლობაზე, რაც შეიძლება ძალიან სასიკეთო წარიმართოს. ამავდროულად მოდით ავრიშოთ, რომ შაბათი ასევე საინტერესოა იმ კუთხით, რომ ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ნაზლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა და ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში სასურველი არ იქნება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. თუმცა დღე კარგია, მაგალითად შაბათი საბანკო საფინანსო ოპერაციებისათვის, სწავლისთვის, ვაჭრობისათვის, საქმიანი მიმოწერისთვის, აუდიტისათვის, ქიმწმენდისათვისაც კი. და რაც შეეხება ესე იგი ნიშნებს თხის გადათევზები. ორი მთავარი ფავორიტია შაბათი დღისა. 21 რიცხვი ეს უკვე კვირა დღეა. აქ ჩვენ ვიცით, რომ საკრალური დღე გვაქვს, თან გეომაგნიტურია. ანუ ვიცით, რომ რადგან გეომაგნიტურია ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო თუ რაღაც უგუნებობამ თავის ტკივილმა რაღაცამ და გვერმა დისკომფორტმა იჩინა თავი. ესე იგი იცით რა უნდა გააკეთოთ, ან წამლების პროფილაქტიკით, ან ყავით. იმის და მიხედვით როგორი გაგწნევა, რა ქნის დისკომფორტს, ამის და მიხედვით იმოქმედეთ და ეს ერთიორად გაუმჯობესებს თქვენ შესაძლებლობებს და უკეთ იგრძნობთ თავს და ჯანმრთელობაც უბრალოდ იქნება. და მზე 9-21 რიცხვში კვირას ერთი თვით გადასვლებს კირჩხიბის ზოდიაქოში და ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ამის გარდა აქ გვაქვს ჩვენ ზაფხულის მზე ბუდობა, ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. საკრალური დღეა, ილოცეთ, დალოცეთ ყველა, ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, იოცნებეთ, იმიტომ რომ აქ მოდის უზარმაზარი პოზიტიური ენერგია, ძალიან სასიამოვნო, რომ ამ დროს გვექნება ჩვენ შემდგომი, ასე ვთქვათ, შეხვედრა კვირა დღეს, იმიტომ რომ დღე არის ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებელი, პოზიტიური ენერგიის მატარებელი, ამიტომ უნდა შევხვდეთ მას ასევე დადებითი განწყობი და დადებითი სურვილები. ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტდება ნაზლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა. ყველაზე პოზიტიურია 21 რიცხვი ივნისისა კუროს, კერჩხების, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვენ მოვლენებს შემდეგ კვირის, ვისაც აქვს განზრახული მაგალითად თმის შეჭრა. მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ ყველაზე კარგი არის აქ 4 დღე გვაქვს ჩვენ ასეთი 17, 18, 19, 20 ივნისის დღეები, ძალიან კარგია თმის შესაჭრელად და მოდი აღნიშნოთ ისიც, რომ 21-იც არ იქნება ცუდი სხვა შორის კვირა დღე. ოღონდ ერთი დეტალია, ესე იგი 20 და 21-ში შაბათ კვირას შეჭრილი თმების შემდგომ ნელა გაიზრდებიან. ეს ზოგისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ესეც გავიფრთხილოთ. თუმცა ეს დღეები, ესე იგი 17-დან 21-ის ჩათვლით, თმების შეჭრის თვალსაზრისით კარგია. დარჩენ დღეები არა. ვისაც აქვს საქმე ფინანსებთან, ბიზნეს სფეროსთან, მათ საყურადღებოდ მოდით აღნიშნოთ, რომ აქ ხვალინდელი დღის გამოკლებით, რომელიც ახალმთვარეობა ცოტა მძიმე დღეა მოგეხსენებათ, შეგიძლიათ კარგად გადაწყვიტოთ დარჩენ დღეებში ფინანსური საკითხები და კარგიც იქნება. ამასთან ერთად შეიძლება მსხვილი გარკვეული საგრძლებიც გაკეთდეს, ან კარგიც კი გაფორმდეს, კი ბატონო, ამ ხრივ კვირა კარგია. რაც შეეხება მოგზაურობას, ძალიან კარგი პერიოდია ხვალინდელი დღის გამოკლებით მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, ექსკურსიებისათვის, ყოველ შემთხვევაში ტურისტული ლაშქრობებისთვისაც კი. ამიტომ რაც მეც იმოქმედებთ, იმოძრავებ, დინამიკაში იქნებით, მით უფრო მეტად დავიჭლებების ბევრი გექნება და ისიამოვნებთ კიდეც.
და რაც შეეხება სასკვარლო პარტნიორულ ურთიერთობებს, ხვალინდელი დღე ცოტა ყურადღებით არ აყვეთ პროვოკაციებს, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა მთელი კვირა ამ თვალსაზრისით ცოტა მეტ სიფრთხილეს ითხოვს. მართალია 17 რიცხვიდან პერიოდი უკეთესია ამ ხრივაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეცდებით ამ კვირის განმავლობაში აი რაღაცა ჩაძიებას პარტნიორის რაღაც დაუშვათ პრობლემებში, შეცდომებში, ზოგადად შეახსენებს, ზოგადად გააკრიტიკებთ მას და ასე შემდეგ, თორე ეს გამოიწვევს ცოტა კრიზისულ სიტუაციას ურთიერთობებში. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, სხვა მხრივ, ხვალინდელი დღის გამოკლებით კვირა მთლიანობაში არ არის ცუდი. რაც შეეხება კურნალობის დაწყებას, ვისაც განზრახული 17-18 ივნისის დღეები ყველაზე კარგია, კურნალობის დასაწყება და არ ვარ გახვალინდელი დღე 15 და 19 ივნისის დღეები. ვისაც უნდა სამსახურის შეცვლა 19 ივნისი არ ვარგა, 15 ივნისიც არა. დარჩენ დღეები ნეიტრალური, რადგან ნეიტრალური, ესე იგი აქ შეიძლება შესაძლებელია სამსახურის შეცვლა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 16 ივნისი, არ ვარგა 19 და 15 ივნისის დღეები, დარჩენ დღეები საშუალოა. ქორწინებისთვის 16 რიცხვი კარგია, 15, 17, 19, 20 ივნისის დღეები არ ვარგა. ხელშეკრულებების დასადებად და ახალბინაში გადასასვლელად 17 ივნისი ყველაზე კარგია, 19 და 20 ივნისი არ ვარგა, მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის არ ვარგა 19 ივნისი, დარჩენ დღეები ნეიტრალურია, კარგი როგორც ისეთი არც ერთი არ, მაგრამ ნეიტრალური გაზრდით საშუალებას უნდა დაუშვათ დაიწყოთ მშენებლობა, სარემონტო საქმეები დარჩენ დღეებში 19-ის გამოკლებით. სხვილი საღირლებისთვის ყველაზე კარგი იქნება 16-18 ივნისის დღეები და არ ვარგა 15 ივნისის დღე. და სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 18 ივნისი. 17-20 ივნისის დღეები არ ვარგა. აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ და ეხლა მივაქციოთ უკვე ყურადღება საფინანსო ჩვენს რიტუალებს. იცით ეს რიტუალები, რომლის მეობისას თქვენ შეგიძლიათ გარკვეული მოქმედებებით მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, ანუ ფინანსები, ან განიზიდოთ. და რა მოქმედებები უწყობს ყოველივე ამას ხელს. აი მაგალითად, ხვალ 15-ში ნებისმიერი ხელმოქმედება შემდგომ მოიზიდავს თქვენდამი ფინანსურ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ხვალ საიუველირო, მოდი ასე ვთქვათ, ნივთებს შეიძლება. ეს კიდევ უფრო მეტ შემდგომ ფინანსურ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. 16 ივნის სამშაბათს კარგია ვალის გასტუმრება, საათის სარკის შეძენა და არ არის სასურველი ფულის ვალში აღება, გაცემა ან კრედიტის გაფორმება. ეს მერე კიდევ უფრო მეტ დიდ თანხებთან იქნება პრობლემის მომტანი და დაკავშირებული. 17 ივნის სამაგიეროდ 4 შაბათს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ინვესტიციები, საათის შეძენა, ვალუტის ყიდვა, გაყიდვა, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. 18 ივნის კარგია ფულის ვალში გაცემა, აღება, კრედიტის გაფორმება, ვალუტის ყიდვა, გაყიდვა, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ, თორე თქვენი საფულედან წავა მერე ზედმეტი თანხა. 19-ში კარგია ზვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. 20 ივნის აქ კარგია ვალუტის ყიდვა, გაყიდვა, მაგრამ აქვე 21 ავნიშნოთ, 21 ივნის უკვე არ ვარგა ვალის გასტუმრება, ინვესტიციების გაკეთება. აი ამ ხრივ ვთქვათ მივაქციოთ ამ ტენდენციებს ყურადღება. ეხლა რაც შეეხება უკვე ანგელოზის დროს. იცით თქვენ ეს ის დროა, რომლის შედეგად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს, ილოცოთ კიდევ ამ პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში, ესე იგი მიმართვა უნდა შეესაბამებოს და ადეკვატური იყოს იმისა, თუ იმსახურებთ ამას თუ არა. და ეხლა ერთი არო თქვენ გინდათ რაღაცა, მაგრამ მეორე რამდენად იმსახურებთ ამას, როგორ იცხოვრეთ აქამდე. შეასრულეთ თქვენი კარმული მისია, რომ ეს ყველაფერი მიიღოთ, თუ თქვენი ეს თხოვნა არ შეესაბამება ამას, თუ გადამეტებულია და ასე შემდგომ, მაშინ უკვე ეს თხოვნა არ შესრულდება. და თუ ასე ვთქვათ, შეესაბამება, მაშინ კი ამას მიიღებთ. მოდი ახლა ეს ვთქვათ, რომ რომელია ეს ანგელოზის დრო, როდის შეიძლება თქვენ შეეხმიანოთ ყველაზე მეტად თქვენს ფარველ ანგელოზს. აი მაგალითად დღესაც გაქვთ ამის საშუალება, სხვათა შორის 14 ივნისია, 20 საათიდან 11 წუთიდან 20 საათამდე 58 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. ამიტომ ჩვენი გადაცემის შემდგომ თქვენ კიდე შეგიძლიათ აი ეს პროცედურა ჩაეტაროთ, ილოცოთ კიდეც და ასე შემდგომ. და დღეს 14 ივნისია, სხვათა შორის მე მინდა
შეგახსენოთ, ალბათ გახსოვთ, ჩვენ გქონდა შუადღის გადაცემა ტელეკომპანია კავკასიაში, სადაც ყავდა ძალიან საინტერესო არაერთი სტუმარი და ერთ-ერთი იყო ქალბატონი ეკატერინე სამადაშვილი, მოგეხსენებათ სტომატოლოგი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა და უყვარს ეზოთერიკა და მან მაშინ მოგიყვა ძალიან საინტერესო ისტორია იმაზე თუ რა კავშირი აქვს კბილებს და მათ რაოდენობას და მდგომარეობას ჩვენს წინაპრებთან. და ძალიან კარგი გამოძახილი ჰქონდა სხვათა შორის მაშინ ამ მის ინფორმაციას და აქედან გამომდინარე მე მინდა სწორედ დღეს მას აქ დაბადების დღე თქვენ ნებართვით მიულოცო დაბადების დღე უსურო ყოველივე კარგი წინსვლა წარმატებები და ბედნიერება. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. პირველ რიგში ესე იგი გავითვალისწინოთ რომ ანგელოზის დრო უკვე ხვალ ორშაბათს 15 რიცხვი ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ღამის საათები 21 საათიდან 7 წუთიდან 21 საათამდე 54 წუთამდე. სამაგეროთ უკვე 16 ივნის სამშაბათს დილით 7 საათზე 3 წუთზე იწყება და დილით 7 საათზე 58 წუთზე სრულდება ეს პერიოდი. 17 ივნის ოთხშაბათს დილის 8 საათზე 26 წუთზეა დაიწყება ეს პერიოდი და 9 საათზე 12 წუთზე დილით დასრულდება. 18 ივნის ეს არის ხუთშაბათი დილის 9 საათიდან 34 წუთიდან დილის 10 საათამდე 29 წუთამდე გასტანს ეს პერიოდი. 19 ივნის ეს არის პარასკევი დღე დილის 10 საათიდან 20 წუთიდან დილის 11 საათამდე 7 წუთამდე გასტანს. 20 ივნის ასევე ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 11 საათიდან დღის 28 წუთიდან 12 საათამდე დღის 13 წუთამდე. და 21 ივნის ასევე დღის 12 საათიდან 7 წუთიდან 12 საათამდე 53 წუთამდე. ეს არის ანგელოზის დრო და მისი პერიოდი. ეხლა მე მინდა მოგვასწროთ ცოტათი მაინც კიდე გავაგრძელოთ თქვენ გახსოვთ რომ დაახლოებით 2 გადაცემის წინ ჩვენ დავიწყეთ საუბარი გეომაგნიტურ დღეებზე, იმიტომ რომ მე ამ დღეებს ხშირად ვახსენებ. ამიტომ ბევრს აინტერესებს ეს რა დღეებია, რასთან არის დაკავშირებული, ჩვენ დავიწყეთ ამას საუბარი, ოღონდ მერე შეგვიწყდა ეს ბოლო 2 გადაცემა უკვე დრო არ დაგვრჩა ამის საუბრად, ამიტომ ეხლა მინდა რომ გავაგრძელოთ ცოტა მაინც ამ თემაზე, რომელიც მოგიმზადეთ და მერე კიდე გავაგრძელებთ ალბათ იქით გადაცემაში. ეხლა თუ ვერ მოვასწარით. ყოველ შემთხვევაში მოვიტანხმოთ რომ პირველ რიგში ადამიანის ტვინი ამდგვარი ელექტრომაგნიტური ველის წყაროა, რომელიც მთელს ორგანიზმზე გადანაწილდება და რომელსაც ადამიანის ბიოველს უწოდებენ მეცნიერები. მეორე მხრივ ადამიანზე მოქმედებს გარე სამყაროს ბევრი ფიზიკური ფაქტორი, რომელსაც ასევე თავისი ელექტრომაგნიტური ბუნება გააჩნია. მზე ელექტრომაგნიტური ველის უძლიერესი წყაროა, რომელიც ურთიერთქმედებს ადამიანის ელექტრომაგნიტურ ველთან და ხშირ შემთხვევაში ცვლილებაც კი შეაქვს მის მუშაობაში. აქედან გამომდინარე, მზის აქტივობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე და ეს ეხება არა მარტო ადამიანის ფიზიოლოგიას, არამედ მის სოციალურ ქცევებსაც. აკადემიკოსმა ჩიჟევსკიმ გაანალიზა 70 ქვეყნის სოციალური აქტივობის განსაკუთრებული პერიოდები, ომები, რევოლუციები, აჯანყებები და მივიდა დასკვნამდე, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს მოვლენები ემთხვევა მზის განსაკუთრებულად აქტიურ პერიოდებს. მისი აზრით, ადამიანები მეტად რადიკალურები, აგრესიულები ხდებიან აქტიური მზის წლებში, რაც იწვევს შეუგუებლობას და შემდგომ არეულობებს. ჩიჟევსკის ჩამონათვალში მზის აქტიურობის წელს ემთხვეოდა რუსეთის 1917 წლის რევოლუციაც. ამ აზრის გამო მეცნიერი რეპრესიების ხერხი გახდა შემდგომ. მართლაც მზის აქტიურობის წლები არაერთ მსოფლიო მოვლენას შეგვიძლია მიუსადაგოთ, როგორც არის საფრანგეთის, რუსეთის რევოლუციები, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყება, საბჭოთა კავშირის დაშლა და შემდგომ. ასეთივე პერიოდს ემთხვევა საქართველოში 99 წლის 9 აპრილიც. რამდენიმე დღით ადრე მზეზე განსაკუთრებით ძლიერი აფეთქება იყო დაფიქსირებული. ყოველივე ზემოთქმულს ცხადყოფს, რომ ადამიანი სამყაროს ბიოსფეროს განუყოფელი ნაწილია და არა მარტო დედამიწაზე მიმდინარე პროცესების, არამედ კოსმიური მოვლენების განუყოფელი მოწმე და მონაწილეა. და აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, როცა ჩვენ ვსაუბრობთ გეომაგნიტურ დღეებზე, ესე იგი აქ ჩვენ გვაქვს ადგილი მზეზე ამოფრქვევებს, მზეს ქარიშხლები ეგრეთ წოდებული, მოდის ეს მზის ქარი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის გულსიძარღვან სისტემაზე, მის ნერვულ სისტემაზე და რასაკვირველია იწვევს უკვე შინაგან შფოთს, ფორიაქს, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე და ამიტომ ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ გრძნობს დისკომფორტს, სხვადასხვა სახით შეიძლება ეს გამოვიდეს. ზოგი შეიძლება ეს ფიზიკურ დონეზე, ზოგი უფრო ემოციური გახდეს, ზოგს შიშების სახით,
ზოგი უფრო აგრესიული ხდება ამ პერიოდში, ზოგი ჯირით იწყებს და ასე შემდგომ და ეს გეომაგნიტური ველი იწვევს გარკვეულ შინაგან არეულობას. და ამიტომაც არის რომ ეს მოვლენების რევოლუციები და ასე შემდგომ დაკავშირებული ამ მზის აფეთქებებთან, გეომაგნიტური ველის შეცვლასთან, რაც იწვევს ადამიანთა აღრევას. მათი ფსიქიკა ხდება უფრო ლაბილური, უფრო ნერვიულები ხდებიან, ადვილად აყვებიან სხვადასხვა სახის პროვოკაციებს, ადვილად შეიძლება ჩათრევა ხალხის მასებისა, სხვადასხვა სახის არეულობებში და ასე შემდგომ და ადამიანთა უმრავლესობის მოქმედება ამ პერიოდში ხდება არაადეკვატური. და შესაბამისად, მოდი ავუშვათ, რომ სხვაჩვეულის სიკვდილიანობაც მატულობს ამ პერიოდში, ტრავმატული ტენდენციებიც მატულობს, მაგიტური დღეების დროს ძალიან ცუდად მუშაობს ტექნიკა. ამიტომ აქედან გამომდინარე, არ გაგიკვირდეთ თუ ეს დღეებში, მაგალითად, კომპიუტერმა აურია, ტელეფონს და სატელეფონო სადგურებს შეექმნა, რაღაც სხვადასხვა სახის შეფერხებები, პრობლემები, გზაში შეიძლება თქვენ გგზაურობთ და ამ დროს ათასნაირი დაბრკოლებები შეექმნა და ვერ მიხვდებით რაშია საქმე, თქვენი იდეების რეალიზაცია სირთულეები შეექმნება და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებული ამ გეომაგნიტურ დღეებთან, ამიტომაც მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ აი ეს დღეები განსაკუთრებით გამომეყო და რო საზოგადოებას მიექცია ყურადღება. თუ ასე დღეებში ეხლა შეიძლება თავი ატკივდეს ადამიანს სხვა დღეებში წარსული და შეიძლება სხვა იყოს მიზეზი ამისი და არა გეომანტია დედამიწისა, მაგრამ რადგან აქ უკვე შენიშნულია და წლების განმავლობაში აქ დაკვირვებები მიდის უკვე მეცნიერთა მხრიდან და უკვე ეს აღნიშნულია ასეთი ფორმით, სამეცნიერო კუთხით, რომ არსებობს ეს დღეები და ზეგავლენა აქვს საკმაოდ დიდი, ამიტომ აქედან გამომდინარე, მოდი ავუშვათ, რომ ეხლა ყველას შეიძლება ეს აღარ აღენიშნოს, ვისაც ადამიანს აქვს ძლიერი ნერვული სისტემა, ძლიერი ორგანიზმი, ის ამას ნაკლებად გრძნობს. ამიტომაც ეს ახალგაზრდები, მაგრამ ვიც უკვე, მოდი ასე ვთქვათ, ხანში შესულია და უშუალოდ ან პრობლემებია გულსიძარღვან სისტემასთან, ნერვული სისტემა აქვს სუსტი და ასე შემდგომ, რაღაც კრიზისები გადაიარა, დეპრესიული. აი მასზე ესეთი ქარიშხლები ძალიან ზეგავლენას ახდენს და გეომაგნიტური ეს დღეები უქმნიან სერიოზულ შინაგან დისკომფორტს, სულიერს, ფიზიკურს და ემოციურ დისკომფორტს. ამიტომ ასე დღეებს მიაქცევთ ყურადღება. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო პანიკაში ჩავარდეთ და ასე შემდგომ, არა. უბრალოდ თუ დისკომფორტი იგრძენით, ჩვეულებრივად იცხოვრეთ, მაგრამ დისკომფორტი იგრძენით, ერთადერთი რაც მოგეთხოვებათ, ამ დროს უბრალოდ გაიზომე წნევა. დავით კივილი იქნება თუ ხასიათვალება თუ რაღაცა სხვა წნევა, თუ აქ წნევის პრობლემაა, ეს არის თუ სხვა არის მიზეზი, ეს ყველაფერი პროდუქტად მოგვარება, მაგრამ თუ წნევის პრობლემაა, წნევას უნდა ყურადღება, არ შეიძლება მისი მიშვება და ესე დატოვება. მერე მოხვათ უფრო კარგ განწყობას და მერე უფრო შრომის უნარენს გახდებით. აი ამისკენ არის ეს ყველაფერი, მთელი ეს ინფორმაცია და ამიტომაც ვაცხადებ ჩვენ და ვაქცევთ დიდ ყურადღებას გეომაგნიტურ დღეებს. ეხლა მოდით ავუშვათ, რომ ჩვენი საეთერო დრო იწურება, ხვალ ჩვენ დილით 11 საათზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ამ გადაცემას დაიდება იგი მერე ასევე YouTube-ზე, Facebook-ზე, იქაც იხილავთ და ასევე ხვალ დილით ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს 15 წუთი როაკლია 900 ტელეიმედში, შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ რადიო იმედში 10:20 წუთზე დილით და უკვე დილით 10 საათზე შევხვდებით პოსტივის დილის გადაცემაში. პოსტივის ჩვენ შევხვდებით ასევე დილით 9 საათზე ხუთშაბათსაც და დაახლოებით სადღაც 2-დან 3 საათამდე ჩვენ ხვდებით ერთმანეთს უკვე რუსთავი 2-ის დღის გადაცემაში, შუა დღის გადაცემაში. ასევე ასევალ-დასევალი ხვალინდელი და ჟურნალი თბილისელები, გაზეთი და ჟურნალი მოგაწოდებენ ინფორმაციას ასტროლოგიური მოვლენების შესახებ და ასევე იცით რომ რადიო ფორტუნა ყოველ დილით 3-ჯერ ჩემი გახმოვანებით გაწვდეთ ინფორმაციას იმ დღის და იმ კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით იქნებით შეიარაღებული და იმედია წარმატებული. და ცოტა ყურადღებით დღევანდელი საღამო და ხვალ. აი ეს ორი დღე გეომაგნიტურია და თან ახალმთვარეობასთან არის ცოტა მძიმე დღესთან დაკავშირებული. ამიტომ ვეცადოთ რომ ეს დღეები, აი დღევანდელი საღამო და ხვალინდელი დღე, მიაქცევთ ყურადღება ჯანმრთელობასაც, არავითარ პროვოკაციებს არ აყვეთ და მშვიდად გავიაროთ. ვეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.